მოგესალმებით. ესეთი გამონათქვამი არსებობს. კაცი იყავ, კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო. მე ჩემი 60 წლის განმავლობაში მყავდა სულ 10 რო იტყვიან ძმაკაციო, მეტი არა, ძმაკაცი რასაც ქვია. ამ 10 ძმაკაციდან 3 იყო მუსლიმი. მაგრამ ქართველი მუსლიმი. კაცი გაჭირვებაში გამოიცანიო და ეს ყველა მიცის, მაგრამ თავის თავზე ბევრს არ გადაუტანია. ყველამ დღეს იცის სხვისგან გადმოცემით. მაგრამ მე ამ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ეს ყველაფერი ჩემ თავზე ვიწვნიე. მე ვიცი ვინ არის და როდის არის. მე როცა ვამბობ 10 ძმაკაცი მყავდა და ქვეყანაში ყველაფრის შემძლე ვიყავი, მაშინ ეს 10 ძმაკაცი მყავდა და ისე მოხდა, რომ 6 წელი მომისაჯეს და ციხეში გამიშვეს. მიზეს დღეს არ მოვყვევი. ვინაიდან ამ 6 წლის განმავლობაში მე ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მე დღეს ვიმყოფები თურქეთში ჩემს მეგობართან ანისთან და ჩემს მეგობარ ანისთან ერთად, ჩემს მეგობარ გიოსთან ერთად. და მე დღეს მოგიყვებით თუ რა არის დღეს შაბათი დღეა და მიზეზი ჩვენი აქ მოსვლისა. ამ 10 კაციდან მყავდა ნომერ პირველი ძმაკაცი მუსლიმი, რომელთანაც 30 წლის ძმაკაცობა მაკავშირებდა. ეს კაცი იყო თურქეთიდან, წარმოშობით ქართველი, არხავიდან და ეს კაცი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ის ბანკში. ბოლო დღემდე. და მე მოგიყვებით ახლა გაჭირვების შესახებ.